ამჯერ მონახულობს I drink coffee and I know things. 44 ეპიზოდის თემა არის ქრისტეს ძიების დაუოკებელი სურვილი. ქრისტეს გარდა სხვას არაფერს აქვს აზრი. რამდენჯერაც არ უნდა დავმარცხდეთ საკუთარ ბნელ ფიქრებთან ბრძოლაში, რამდენჯერაც არ უნდა შეგვეშალოს, რამდენჯერაც არ უნდა ვიგრძნოთ თავი უიმედოდ, უაზროდ, მოწყენილად, როგორ თულადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს წამოდგომა და ქრისტეს ძიების, მისი შესწავლის, შემეცნებისთვის შრომა, არ უნდა დავნებდეთ, არ უნდა შეგვწყვეს საკუთარი სუსტის აღიარება, სინანული და გაუმჯობესებისთვის ბრძოლის ახლიდან დაწყება, რაც მიიღწევა მხოლოდ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთის იესო ქრისტეს ძიებით. მისით გულისმიერი, გონებისმიერი დაინტერესებით, მასთან დაახლოების დაუოკებელი სურვილით. სულიერ ბრძოლაში დანებება არ არსებობს. თუ ეს ბრძოლა გულწრფელი და გულისმიერია. ხშირად ხდება ხოლმე, რომ იწყებენ სულიერ ცხოვრებას, რწმენაში გაძლიერებას, რაღაცას შეცოდავენ, შეცდომას დაუშვებენ და ეგრევე წყვეტენ ბრძოლას. რომ ეცემიან, იქვე რჩებიან. ეს ყველაფერი ადამიანურია. მაგრამ მაინც ფიქრობენ, რომ ღმერთი გაბრაზებულია მათზე და ახლიდან ცდას აზრი არ აქვსო. ერთხელ ვერ დავიმორჩილეთ თავი, არა უშავს. შემდეგ ჯერზე უფრო დიდხანს შევძლებთ ძლიერად დარჩენას. მერე შეიძლება ისევ დავეცეთ, მაგრამ იქ არ უნდა დავრჩეთ. უნდა წამოვდიეთ და გავაგრძელოთ საკუთარ თავზე მუშაობა. მერე კიდევ უფრო დიდხანს გავძლებთ ძლიერად გიცეთ ყოფნას და ასე სტაბილური დაუნებებლობით სრულ მართვას მოვიპოვებთ საკუთარ თავზე. ეს არის ქრისტეს ძიების დაუოკებელი სურვილი, როცა არასდროს უნებდებით რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ და ვაგრძელებთ ღვთის ძიებას, მასთან დაახლოებას და მის მოსაწონ ადამიანად გახდომას. სულ უნდა გვინდოდეს ღმერთი, სულ მას უნდა ვეძებდეთ, ვსწავლობდეთ, ვკითხულობდეთ მასზე, ვფიქრობდეთ და იცით რატომ არის საჭირო ეს გულანთებულობა? იმიტომ რომ დემონებს არ სცინავთ და მზად არიან ყოველ წამს რომ როგორმე გადაყლაპონ შეძრნენ ადამიანის გულში. წაბილწონთავიანთი ბოროტებით ადამიანის გონება და ადამიანი რომ მოეშვება და ღმერთით აღარ ინტერესდება, გული ქრება, ცარიელდება და ეს სიცარიელე ივსება ეშმაკით. სხვა არავინ არ არის. ან ღმერთია ადამიანის გულში, ან ეშმაკი. ერთს თავისთან სურს, მეორეს თავის მსგავსად უნდა რომ გააბოროტოს. შუალედი მდგომარეობა არ არსებობს. განაჩენში არ არის ეს სისუსტე და სულიერი სიზარმაცე ზოგჯერ. არის, მაგრამ თავარია ამ მდგომარეობაში არ დავრჩეთ და არ შევწყვიტოთ უფლის ძიება.